ხევსურეთი, შატილი. Ამ უნიკალური ადგილის გადასაღებად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ და ჩამოდიან. თუმცა დღემდე გადაღებულ არც ქართულ და არც უცხოურ ვიდეო არქივებში არ მოიპოვება ჯვრის წერის კადრები. ერთი უბრალო მიზეზის გამო. შატილში ტაძარი არ არსებობდა. სულ რამდენიმე წლის წინ გახსნილ ხარების სახელობის ტაძარში 19 სექტემბერს 2013 წელს პირველი ჯვრის წერა შედგა. კვირიაკეს გადამღები ჯგუფი ტელევიზია ერთსულოვნება პირველია, რომელმაც ჯვრის წერის კადრები გადაიღო. ლექსის თქმისა თუ სიმღერის გარეშე ხევსურეთში სტუმრობა არ აღწევთ. თუმცა დღევანდელი დღე მათთვის წარსულის ყველა დღისაგან ყველაზე ამაღლებული და გამორჩეულია და ასე დარჩება კიდეც. გიორგი გოგოლაძე და მაკრინე ჭაბაშვილი დღეს ხევსურეთში, შატილში ჯვრის დასაწერად ჩამოვიდნენ. ხევსურეთის სიყვარულმა წყვილი ჯერ დაამეგობრა, შემდეგ კი სამუდამოდ დააკავშირა ერთმანეთთან. სენი მჭირს, განუკურნელი, გულზე ზემადგას დაკარა, ეტავა განვიკურნები, არ ხოთმრო სენი შამყარა. მამა იღე ფანდურო, ამამავალი ზისთვისა, შაირი კაფია მოთქვა, პირიმზე ლამაზის თვინა. პირიმზე ლამაზის თვინა. პირიმზე ლამაზის თვინა. ხევსურიანი გარამავს დასაწული. არ დაგაბათო წარბთა ხატულობა. შატილია ჩემი სატრფო დარღუნი. მისთვის ფიქრი მატულობს და მატულობდა. შატილია ჩემი სატრფო დარღუნი. სხვანაირია ეს რაღაცა, სხვა ხევსურეთს ამ დალოცვილმა ხევსურეთმა სხვანაირად დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ერთხელ როცა ურთიერთობა ახალი დაწყებული ქონდა მე და გიორგის სიყვარულის ამბავი, გაუთხარი რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს თქო რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით შატილში დავიწეროთ თქო ჯვარი და გიორგის ისე გაუხარდა რომ მე ყოველთვის მინდოდა რომ ხევსურეთში დამეწერა ჯვარიო. უბრალოდ ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო რომ შატილში ყოფილიყო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ აქ ჩაუთქვი რომ მე თუ ჯვარს დავიწერ, აქ დავიწერ თქო. პირველი ჯვრის წერა შატილის ხარების სახელობის ტაძარში დეკანოსმა ირაკლი ჭინჭარავულმა აღასრულა. საუკუნოვან ხევსურულ სამოსში გამოწყობილ ნეფე პატარძალს ხელის მომკიდენიც და მაყრიონიც ხევსურულ და ეროვნულ სამოსში ჩაცმული ახდა. ქორწილი ხევსურული ადაწესების დაცვით და ხევსურული სამოსი. ნეფე პატარძლის ამ სურვილის განხორციელება ხევსურმა მეგობრებმა ითავეს, რომელთაგან ხევსური პატარძლის ხელის მომკიდე, საპატრიარქოს ანსამბლ დები გოგოჭურების ერთ-ერთი წევრი თამარ გოგოჭური იყო. სწორედ მისი პაპა ბაბო, მიხა ჭინჭარაული და თინა არაბულია პირველი წყვილი, რომელმაც შატილის ტაძარში ჯერ კიდევ ტაძრის დასრულებამდე დაიწერეს ჯვარი, ხოლო გახსნილ დასრულებულ ტაძარში პირველი ჯვარდაწერილი წყვილი გიორგი გოგოლაძე და მაკრინე ჭაბაშვილი იქნებიან. ან რაითა იყოს კიდე და უგიწევს ჯერას მართლა სოფლიგი გუნდის და შენ და შენ მიაც გიორგი და მაკრინე რომელიც ათუნ იყო შეერთებათ ურთიერთთა შვიდობით და ერთმანეთს გამო ხევსურეთი ისტორიულად არის საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭე, საქართველოს უზდიდა ერთგულ თავდადებულ შვილებს ხევსურეთი და გასახარია რომ დღესდღეობით ხევსურეთის გულში შატილში აშენდა ტაძარი აღორძინდა როგორც მთელ საქართველოში ჩვენი უწმინდესის უნეტარესის ლოცვით მეოხებით ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ გამრავლოთ გახაროთ კიდე თქვენი წყალი ბევრს გადასმოდეს რომ ამ ტაძარში ხევსურეთში თქვენს გავსად კიდე მრავალი ჯვრის წერები ჩატარებული იყოს და აღორძინებული იყოს საქართველოს ეს ლამაზი კუთხე ხევსურეთი მოსახლეობით ხევსურები და მთელი საქართველო გამრავლებული იყოს ქართველების საკეთილდღეოდ და ტრის ჯინაზე კარგად ვიყო და ღვთის გზაზე გვევლოს. აბა დაგლოცოთ ღმერთმა გიორგი გილოცავ, მაკრინე აკოცეთ ერთმანეთს, თქვენ უკვე ხართ განონიერი სოხმარი, შვილთა შვილებს მოესწარეთ სიხარული და მრავალჟამიერი. აბა მრავალჟამიერი.
უმაღლეს ყოვლისა სასიხარულო არის ის, რომ ხევსურეთში საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში აშენდა და იკურთხა ტაძარი. დღეს განსაკუთრებით სასიხარულო არის კიდევ ის, რომ ამ ტაძარში როგორც მე ვიცი, დამთავრებულ ტაძარში უკვე პირველი ჯვრისწერა შესრულდა. მეც წარმოშობით ხევსურლი ვარ და მადლობა ღმერთს, რომ მომეცა საშუალება მეც ამ ტაძარში როგორც ხევსურს პირველი ჯვრისწერა ჩამეტარებინა და აი ეს მადლი გადასული იყოს მრავალ ხევსურზე და მრავალ ქართველზე. ყველა ერთი საქართველოს შვილები ვართ, ხევსურლებით და სხვა კუთხის შვილებიც და გამრავლებული იყოს საქართველო, აღორძინებული იყოს, გამთლიანებული იყოს. ღმერთი არის სიცოცხლის, სიხარულის, სიკეთის წყარო და ღმერთმა გვაჩუქა დღევანდელი ლამაზი დღე და ასე გაგზელებული იყოს ქართველ ერში მრავალ ჟამია. მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ჩემი დიდი ოცნება ასრულდა. ჩემი მეუღლე, ჩემი მეორე ნახევარი დღეს შევირთეთ ცოლად ხევსურეთში, შატილში, იმ შატილში, რომელიც არის შუღლწაუგები, ყოველთვის საამაყო, საქართველოს კარიბჭე და აქ პოეზია ბატონობს პროზაზე, ესე არის ნათქვამი, წვიმით ჩარეცხილ ძველ კედლებს შატილ შავხედე განთიად არღუნის ორსავ ნაპირზე ორ სასწაული ანთია აქეთ ბებერი შატილი გოროზა დაიზიდება იქით მიწურის კედელზე სხვა სასწაული ინთება ცარცით წერია უბრალოდ პოეზია სოდიდება. გიორგის სიტყვებს გავიმეორებ, ოცნება ამიხდა ჩემ საყვარელ კუთხეში. რა თქმა უნდა, მე კახელი ვარ, არც გიორგი არ არის ხევსური, არც მე. იმერებია გიორგი, მაგრამ ორივე სისხლში გვაქვს გამჯდარი აქაურობის სიყვარული. მე რამდენი წელი აქ დავდივარ, შატილს და შატილიონებს გულში ვიხუტებ და მინდოდა რომ რაღაც გამომეხატა ეს ყველაფერი. მე ჩემი ბებოსგან, მარიამ ჭინჭარაულისგან გაგონილი მქონდა და ვიცი როგორი იყო, წარმოდგენა მაქვს როგორი იყო ხევსურული ქორწილი და შევეცადე რომ აკრინის და გიორგისთვისაც გამეზიარებინა ეს თუ როგორი იყო ადრე ხევსურული ქორწილი და რაღაც პატარა ტრადიციები მაინც დაგვეცვა. ძალიან ბევრი რამ არის საჭირო რომ დაიცვა ყველაფერი და ყველაფერს ისე მიყვა როგორც ადრე იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ გიოს და მაკრინეს დახმარებით და ჩვენი დიდი სამეგობროს დახმარებით ქორწილი ყოფილიყო რა ხევსურული სახის, ხევსურული ხასიათი ქონოდა. მადლობა უფალს და მადლობა იმ ხალხს, ვინც ჩვენს გვერდზე დგას და გვაძლევს იმის საშუალებას და ძალას, რომ ჩავატაროთ ხევსურული ქორწილი. შატილში, საქართველოს უკიდურეს კარიბჭეში, იქ სადაც ვაჟკაცების სამჭედლო იყო. საქართველო აქედან იწყება, საქართველოს გულის ფეთქვა აქედან იწყება და მე დაუსურვო ჩემს ხევსურეთს. ეხლა დღეს ვარ შატილში და ვეფერებით შატილს. ამ ლამაზის შატილის გულის გახარება არის ჩვენი ჯვრისწერა აქ და მე დაუსურვო ჩემს საქართველოს, რომ ძალიან ბევრი წვილი შეუღლდეს და ჩემი საქართველო ვნახო გამრავლებული, გახარებული და ბედნიერი, როგორც ჩვენი უწმინდესი ამბობს, მინდა ყველა ქართველი გაუფრთხილდეს თავის წილ საქართველოს თავის ირგვლივ. ჩვენი წილი საქართველო, რომელსაც ყველა ქართველი საკუთარ თავში დავატარებთ, იმ დღეს ხევსურეთში ზეიმად იქცა. ჯვარდაწერილთა და მათი მაყრიონის ცეკვა თუ ხევსურული სიმღერა შატილში გვიანობამდე გაისმოდა. ამ ზეიმის მონაწილეებს ყველას ერთი რამ, ხევსურეთის სიყვარული გვაერთიანებდა.